მოგესალმებით მეგობრებო, სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერად აპირებს კენჭი იყაროს ცნობილმა ინფლუენსერმა, მილიარდელმა და ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა ალბათ მთელ სამყაროში 2022-სა და 2023-ში ენდრიუ მეზღაპრეტეიტმა. მეგობრებო, დიდ ბრიტანეთში ძალიან ცუდი სიტუაცია არის, ძალიან ცუდი სიტუაცია, არალეგალური მიგრაცია, კრიმინალის უკონტროლო ზრდა. სულ ახლახანს დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული სახელი ახალ შობილებს რო არქმევენ არის მუჰამედი ნომერ პირველზე. ყველაზე დიდი კრიმინალური დანაშაული მოდის აფრიკელებზე და მოკლედ Deep State-მა დიდი ბრიტანეთი აქცია აფრიკელების, არაბების და სხვადასხვა ჯიშის ადამიანების ჩვეულებრივ კოლონიად. ანუ ერთ დროს ყველაზე ცნობილი კოლონიური იმპერია დღეს გახდა აქეთ საკუთარი ძველი ისტორიის მსხვერპლი. მეგობრებო, ამ ვიდეოში მე მინდა თქვენ თავიდან ბოლომდე განახოთ UK-ს პრობლემები, ასევე ტეიტის შესაძლო გაპრემიერება და ვიდეოს მეორე ნაწილში უნდა დავრეკო ჩემს ძმასთან და ტეიტის შესახებ ეს ამბები დეტალურად გავარჩიო, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ახლა კი გადავიდეთ დღევანდელ ვიდეოზე. აი სიტუაცია მეგობრებო დიდ ბრიტანეთში. შეხედეთ. მასობრივი გაუპატიურებები, LGBT პროპაგანდა, ეთნიკური უმცირესობები როგორ აყენებენ დიდ ზიანს ბრიტანელ მოქალაქეებს და წარმოვიდგინეთ, ერთ დროს ყველაზე დიდებული ბრიტანეთის იმპერია ხდება ყველაზე დაჩაგრული სახელმწიფო. Ay? Considering running for Prime Minister. Yes, you heard me right. Spelling Britain wrong, he launched this pop. მოკლედ ენდრიუ ტეიტმა ჩამოყალიბა პარტია, ესე თქვათ, ბრიტანეთის გამოღვიძების, იმიტომ რომ ის ეთნიკურად არის დიდი ბრიტანელი. მან ცნობილი ვიდეო მიმართვა გააკეთა X-ზე. ეხლა მე სკრინს გამოგიტანთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ X-ზე და თავიდან ბოლომდე მოისმინოთ, სპეციალურად არ გამოვიყენე იმისათვის, რომ ინტრიგა დამეტოვებინა და მან დავეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ მე ვაპირებ ბრძოლას სატანისტებისა და Deep State-ის წინააღმდეგ. ანუ კონკრეტულად იმ ელიტების, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ, რომლებაც დიდ ბრიტანეთში განძრახ შემოიტანეს ისეთი სახის პოლიტიკა, რითიც ეთნიკურად ბრიტანელები დღეს არიან უმცირესობაში საკუთარ ქვეყანაში. ანუ ის, რასაც Deep State მატრიცა ჩალიჩობს გაერთიანებულ სამეფოში, ეს არის რომ თეთრი რასის მასკულანური ქრისტიანული ცივილიზაცია აქციოს აფრიკულ კოლონიად და ეს ტესტოსტერონ დაგდებული ადამიანი არის გაცილებით მარტივად სამართავი და გაცილებით მარტივად манипуლირებადი. შესაბამისად, მისია მათი რომ დააქციონ სოფლიო, ის რაც კანადაში გააკეთეს, ის რაც გერმანიაში გააკეთეს, ის რაც საფრანგეთში გააკეთეს, აი სწორედაც UK არის ამათი შემდგომი სამიზნე. ტეიტს აქვს ძალიან დიდი შანსები, იმიტომ რომ არანორმალურად დიდი პოპულარობით სარგებლობს და აი ჩემს ძმასთან როდესაც მე დავრეკავი, მანდაც განვიხილავ ძალიან მოკლედ ამ ყველაფერს და მეორე, ტეიტი არის ძალიან მდიდარი ადამიანი, იდეალისტი და მას მართლა შეუძლია გამოიწვიოს სესულებები და საკუთარ ქვეყანას მიხედოს რეალურად, იმიტომ რომ ის ეხლა ამ წუთას სარწმუნოებით არის მუსლიმი, მაგრამ ღია და საჯაროდ ამბობს, დიდი ბრიტანეთი არის ქრისტიანული ქვეყანა, რომ დღეს უმცირესობაში არიან ქრისტიანები საკუთარ ქვეყანაში და ამისთვის მივდივარ საშუალოდ რომ გადავარჩიონ დიდი ბრიტანეთი. ძალიან მაგარია. He's since seemingly Tate's facing multiple criminal charges. ხო, ბევრი ვისენი ბრალდებები წაუყენეს ტეიტს, მაგრამ ერთ ერთი ვერ დაუმტკიცეს საერთოდ. ეს არის მატრიცის მიერ გამიზნული თავდასხმა ადამიანზე, რომ წაუყენონ რომ აი რაღაც ტრაფიკინგი და იმები ჩემ ფულს აკეთებ და ერთი გოგოც ვერ იპოვეს საბოლოო ჯამში, რომელიც იყო მისი მსხვერპლი. ეს და საბოლოოდ რუმინეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოს სულ ახლახანს. მეგობრებო, ეს არ არის არაბთა გაერთიანებული ემირატები, ეს არა საუდის არაბეთი, ეს არ არის ირანი. ეს არის დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემი. ეს არის ყოველდღიურობა ინგლისის. ეს ბირმინგემი. თქვენ უნდა ნახოთ რა ხდება ლივერპულში, მანჩესტერში, მილუოლში, რა ხდება ლონდონში. განახებთ. ყველაფერს, აი, გააკვირდით. მეგობრებო, 5 ანუ ერთ ბრიტანელზე მოდის 6 არაბი. ანუ პრაქტიკულად ოკუპირებულია არაბების მიერ ინგლისი, პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე. და ესეთი მდიდარი კულტურა, რაც არის ლიტერატურულად, კინოს მიმართულებით, პროზა, პოეზია და უზარმაზარი მეცნიერები და ბრიტანეთმა აჩუქა, ბრიტანეთი ინგლისური არის საერთაშორისო ენა და რატომ არის საერთაშორისო ენა? იცით ინგლისური, რომ ბრიტანეთს ხონა ყველაზე გავლენიანი კულტურა მსოფლიოში. ანუ მარტო კი არ გიპყრობდა, კულტურაც შემოქონდა შენთან.
შესაბამისად წარმოგიდგენა ესეთი კულტურის, მდიდარი კულტურის მატარებელი, ისა რა ქვია, სახელმწიფო როგორ იქცა და როგორ აქციეს ამერიკიდან Deep State-მა მარიონეტად აფრიკული და არაბული სახელმწიფოების გამიზნულ და სპეციალურად რომ ბრიტანეთში ჩაკლან წინააღმდეგობის სურვილი. რადგანაც ევროპაში და ბრიტანეთში დღეს რაც ხდება, ეს არის Deep State-ი ჩალიჩობს იმას, რომ წინააღმდეგობის სურვილი გაუქროს ქრისტიანებს, გაუქროს მასკულანიზმს და ზოგადად მიიღონ საერთოდ ახალი, ადვილად манипуლირებადი, მართვადი, ისენი რა ქვია, საზოგადოება, ანუ ბრბო. მაგრამ დიდი იმედი მაქვს ეს არ გამოვა. მე სხვადასხვა საფულშიც გადავიყე ამაზე ვიდეო იქ პირდაპირ განახედ იქიდან როგორ აუპატიურებდნენ ქუჩაში, როგორ იმაში დაბლარული მქონდა სულ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და ძალიან კრიტიკული სიტუაციაა რა ძალიან. აი ნახე დააგვერდით. მუსლიმი მიგრანტები ბრიტანეთში. აი ესეთი აგრესიით გამოირჩევიან ადგილობრების მიმართ. ამ ზაფხულს სწორედ რიოტების წინააღმდეგ დაპირისპირება რაც იყო სწორედ აი ამ შინაარსის იყო რა. და ხო გეუბნები ვიტრინებს ამტვრევდნენ ქუჩაში, მაღაზიებს არცოვენ, ქსელებიდან რაღაცები გამოაქვთ, ანუ ვანდალები არიან ჩვეულებრივი რა. აი აქ მყოფი არალეგალი მიგრანტები არიან ვანდალები, მეგობრებო, ჩვეულებრივი ვანდალები. ეხა მე მინდა განახოთ ახალგაზრდა ბრიტანელი, ეთნიკურად ბრიტანელი სტუდენტის აზრი თუ როგორ არის ის ოკუპირებულ საკუთარ ქვეყანაში და როგორ აიძულებენ ისწავლონ ისლამი ეთნიკურად ინგლისელებმა. უსმენთ. გვაიძულებენ რომ ვისწავლოთ ისლამიო. მაგრამ არ მინდა რომ ეს ყველაფერი შევსწავლო, რადგან მე ვამაყობ ჩემი კულტური და მე მინდა ვიცოდე მეტი ინგლისისა და ბრიტანეთის შესახებ. და ვამაყობ რომ ინგლისელი ვარ. ანუ ცდილობენ რომ მაგნა კარტა გასწავლონო შენო. Yes, they did. მაგას აკეთებენ. და საერთოდ გასწავლიონო შენო ბილი უფლებათა შესახებო? ამ სტუდენტს ეკითხებიან ინგლისელს. No. არაო. ესეთ რამე არ მახსოვსო. No. არაფერს არ ასწავლიან. No. არ ბრიტანულ პარლამენტარის არ ასწავლიან და ასწავლიან პროფეტ მუჰამედის შესახებ და არაბული იმებით. ხვდებით რა მდგომარეობაა ხალხო? They're teaching us in school they were teaching us about about Islam. Aha, სკოლებშიო ჩვენ გვასწავლიან ისლამისა და ისლამური სამართლის შესახებ. იმის მაგივრად რომ ასწავლონ ბილი უფლებათა შესახებ, რომ კონსტიტუციონალიზმი, ადამიანთა უფლებები და ისინი ჩაისახა ბრიტანეთში, ხო ეს ვიცით? და გვასწავლიან წინასწარმეტყველ მუჰამედზეო რა. ყოველდღიურად, აბსოლუტურად. ძალიან იშვიათად საუბრობენო ქრისტიანობასეო, ძალიან იშვიათად. Did they tell you about how he was და იმას გასწავლიანო შენო ეს ომებიო რაც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ხდებოდა როგორი შედეგები თავდება. და საერთოდ არაფერს საუბრობენ ამის შესახებ. აი ხარა ხდება აი. დააკვირდით მეგობრებო, ეს არის ბრიტანეთის ჩვეულებრივი სტორი, მაღაზია, სადაც არაბი მიგრანტები ვიტრინებს ამტვრევენ. აი ესეთი ევროკავშირი და ისეთი უნდა, ეხა ევროკავშირი და გამოვიდა ბრიტანეთი, მაგრამ შერჩა ის უკონტროლო მიგრაცია, ხვდები? შერჩა მაინც. მაგრამ აი იგივეს გაივლით თქვენ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებით. ამის გარანტიას გაძლევთ, რადგანაც ეს არის დუბლინის შეთანხმება, ეს არის კოპენჰაგენის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს იმის შესახებ, რომ მიიღონ მიგრანტები. შენ თუ არ მიიღებ, ამის გამო შენ დაგაჯარიმებენ. ეს არის ჩვეულებრივად, კაცო. აზული შეთანხმება შეგიძლიათ შედი და წაიკითხე თუ გინდა, თუ ჩემი არ გჭირდეთ, ზმაო. აი ესეთი მომენტი გვაქვს რა. ატეიტი ჭირდება კატასტროფულად ბრიტანეთს. კატასტროფულად. აი ეგეთი ექსტრავაგანტული ადამიანი რა. აი ხა უყურეთ რა სამობს სიმბისი, კაცო, ეს აი ნახეთ, რუსული აქ არაფერი არ არის, პრორუსული ნარატივი არ არის. თუ გინდათ იძახეთ პრორუსულია, აღარ მაინტერესებს, კიდია უკვე, თუ გინდათ ჩამთვალეთ კიდევაც, ვიყო არს მაგაზე მაგ პრობლემა. აი რა სამობს ეთნიკურად ბრიტანელი ჟურნალისტი საკუთარ ქვეყანას. ბრიტანეთი იცვლება. ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ახალშობილის სახელი არის მუჰამედი. პირველ ადგილზეა ხალხო, პირველ ადგილზე. ეხლა თქვენ ხვდებით რა სამ გვაქვს საქმე? და ამას ვინმე მეტყვის რომ ეს დამთხოვაა და ეს გამიზრულად არ აკეთებს Deep State-ი ამ ყველაფერს? პირველად ისტორიაში გახდა მუჰამედი ყველაზე დარქმადი სახელი ახალშობილებს.
It's a good result this for Mohammed actually because he came second in 2022 and he's been in the top 10. მეორე იყო 2022 წელს 2024-25-ის დასაწყისში გახდა პირველი 24-ის ბოლოს 25-ის დასაწყისში. Previously, but now he has taken that top spot. So Mohammed, but it does say a lot about the demographic change in Britain, I think, doesn't it? I'll put a bet on, okay? Every single year from now until Britain sinks into the ocean. ანუ ყოველწლიურად სანამ ბრიტანეთი ჩაიძირება ოკეანეშიო. Mohammed will be the top name. მუჰამედი იქნება პირველი სახელი ბრიტანეთშიო. კაი, მოდი ეს ყველაფერი გადავდოთ და ჭრა გავაკეთოთ და დაურეკოთ ენდრიუ ტეიტის შესახებ ჩემს ძმას. ახლა ჩავრეკავთ ჩემს ძმასთან. რამოდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ. ალო. მოკლედ, პირდაპირ ეთერში ხარ რა? და მარტივი QA ანუ შეკითხვები მაქვს, რა ძალიან მარტივი. მარტივი კითხვები მაქვს. ნახე ტეიტის ის არა ქვიო. პრემიერად რო აპირებს იყაროს კენჭი. კაი, ორი კითხვა მაქვს. რა პირველი? რამდენად დიდი შანსი აქვს მართლა გახდეს UK-ის პრემიერი და მეორე რას შეცვლის რეალურად ენდრიუ მეზღაპრე ტეიტი ბრიტანეთში? ნუ პოტენციალი აქვს ამ დიდი ტეიტს გახდეს პრემიერი გამომდინარე იქიდან რომ არის ძალიან გავლენიანი. მაგრამ მე ვფიქრობ ბრიტანეთში ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ტომი რობინსონი, ნიგელ ფარაჯი, ტეიტი და ნუ ცალკე კიდე არიანი კელიტები ახლა რომ მაგრამ წარმოიდგინე მაგ ტეიტებმა მაგ ოპოზიციამ შენ ვინც ამბობ რა ვინებს უნდა აჯობონ დავიწყებ მორგანები რომელთა ხელში არის მთელი ბანკები მსოფლიოში და მათ შორის TBC საქართველო წარმოიდგინე ახლა უყურე მორგანები რომლებიც ამდენი ხანია ყველაფერს აკონტროლებენ და ფაქტიურად Deep State-ის მიერ პირველი საექსპერიმენტო ვარიანტი სადაც მართლა დედაუტირეს დიდ ბრიტანეთის კულტურას, ლიტერატურას, იდენტობას ყველაფერს იყო დიდ ბრიტანეთი. იმიტომ რომ დღეს ბრიტანეთი არის ინდოეთის, არაბეთის და სხვადასხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნების კოლონია რა. წარმოიდგინე, ყველაზე მაღალი კრიმინალური შემთხვევები სწორედ არაბ მიგრანტებზე მოდის. ისლამი ჩვეულებრივად შლიან და ლონდონი გავს ჩვეულებრივ ისლამურ ხალიფათს რა. ანუ დარხეულია ქვეყანას, ეხლა ვიდეოშიც გამოვიყენ ესეთი რაღაც ვახსენე ვიდეო ნახე რომ ახალგაზრდა ბიჭი მაგას ამბობს რომ რამდენად შევიწროებულნი არიან საგანმანათლებლო სისტემით თვითონ ეთნიკური ბრიტანელები. აი შენ ეზედ რა შეცვლის ტეიტი ამ ხრის რა ამ ხრივ რა შეცვლის ტეიტი? რო გახდეს მართლა პრემიერი. ტეიტი საკმაოდ კაცრი და ისეთი პრემიერი იქნება როგორც დაახლოებით როგორც სააკაშვილი იყო აქ ოღონდ ვინაიდან ინსტიტუტები მუშაობს და სასამართლოც ხა ესე ვთქვათ დამოუკიდებელია ისეთ ძიმე დანაშაულებში ამის გამო ვერ გაყოფს თავს რაშიც წინა ხელისუფლებამ ჩვენ ქვეყანაში გაყო აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ წესრიგი შეიქმნება წინასაარჩევნო კამპანიაზე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტეიტი მოახერხებს თუ არა პრემიერობას და ვფიქრობ მასკის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი იქნება მასკმა ტეიტის ისიც გააზიარა სტატუს პოსტი X და პლუს ტეიტთან დაკავშირებული სხვა პოსტი გააზიარა კიდევ რა ნუ ის ცუბრალდებები რო იყო ტრეფიკინგზე გაუპატიურებაზე და ასე შემდეგ ტეიტი ცალსახად არის კონტროვერსიული ფიგურა მას ეძახიან სუწინორი ტრადიციული გაგებით არ ყოფილა რა თქმა უნდა მაგრამ ცლად სამაყურებლისთაც პირველი მილიონი არ უშოვია თუმცა ამას ღიად ლაპარაკობს თვითონ არის საკმაოდ გულწრფელი არის საკმაოდ მკაფიოდ მოსაუბრე და ხშირად მე ჩემ თავთან მაქვს ხოლმე კრიტიკა ლაკუნრობა მაკლია თქო და ტეიტი მაგაში არის ძალიან მაგარი და რა თქმა უნდა პრაქტიკა ჭირდება ამ ყველაფერს და იმ ევროკავშირის იმან რა ქვია ევროკავშირის წევრმა პოდკასტზე რო იყო ახლა რა მაგან ხო დიდი გავლენა მოახდინა იმაზე გამწევს ჩემი ტესლა ხო ძალიან მაგარი ტესლა არის მომისმენე და რა მაინტერესებს ის ევროკავშირის მონა იმასთან რო ქონა ერთ-ერთ დეპუტატთან რო ქონა ეხა პოდკასტი ჩაწერილი ტეიტს მაგან დიდი გავლენა ხო მოახდინა იმაზე რომ პოლიტიკაში შემოტრიალდა და თვითონ დაწერა სხვა ჩვენს ეგიდეა რომ მოვიდა პოსტი ხო დაწერა იქზე და პირველი ეგ თქვა რომ FIDE-ს სადაც გახდა ევროპარლამენტარიო რატომაც არაო მეც რო გავხდე პრემიერი უნდა ხა ევროპარლამენტარსა და პრემიერს შორის თან ბრიტანეთს ძალიან დიდი განსხვავებაა მაგრამ ეხა FIDE-ში არ იყო ის გავლენიანი როგორც ტეიტი ეს ერთი და მეორე მაგათ ხო ქონდათ პოდკასტი და მაგის მერე დაიბადა ეგიდეა და პოდკასტი ქონდათ დიდი ხანი საუბრეს მაგრამ იქ იყო დარწმუნებული ვარ ხა იქ ხავასაც დალებდნენ პოდკასტის მერე და მანამდეც და ხა იქ რა ბაზარიც წავიდოდა ხა ეგა პრიკოლი რა მაინტერესებს მადიცი გახსოვს შე რომ მითხარი ტეიტმა ეგ არ მაქვს ნახე კონკრეტულად ეგ მონაკვეთი რა საქართველოში დასავლეთი ერევა ცუდად არჩევნებშიო ანუ ტექნიკურად ტეიტი კოცი გამოდის ტექნიკურად ტეიტი კოცი გამოდის რა თქმა უნდა they trying overthrow elections in Georgia. მანამდე თქო რუმინეთში შეძლესო საქართველოში ვერაო. ხო.
ეხლა დააწნარდით საქართველოში არ აქვს რესურსი. კაი, მომისმენთ, კაი, მარტივად რო შევაჩამოთ რა, ჩვენი ის ლაპარაკი. ვაფშე ტრისტანას ადგილს ხედავ მაგ იმაში, რო ქვია, მეინსტრიმში. ტრისტანა რო იქნება. ტრისტანაში? ხო, ტრისტანა რო იქნება დეიტი. ტრისტანა არის ფუდი დეიტის ახლა და მე ვფიქრობ, რომ არ თანდოება იქნება. პრიკოლი რა არის ბიჭო, ან ბრიტანეთი ხო ასოცირდება ზოგადად სიგარის მოწევასთან რა. და ვინ გახსენდება პირველი ყველაზე პოპულარული პრემიერი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც ვისკის მითა და სიგარის მოწევით არის ძალიან ცნობილი. ჩერჩილი იასნია, ხო? ჩერჩილი? ხო. ხო და წარმოგიდგენთ ჩერჩილის მერე რო ტეიტი გახდეს ყველაზე სასარგებლო ბრიტანეთისთვის. აი ამას დიდი ირონია ისტორიაში არის არსებობს რა. ხო, ანუ დიდი კლოუნობები გველის ხალხო, დიდი, აი მართლა ძალიან პრიკოლი რაღაცები გველის ევროპულ პოლიტიკაში გველის, ეხლა საექსპერიმენტო მოდელი, მეზღაპრეები დიპსტეიტის წინააღმდეგ. ხო, თავიდან გამეცნე ხტეიტ პრემიერად, რანაირად თქო, მაგრამ მე დავფიქრდი, ეხლა ამჟამინდელი პრემიერი ვინ არის რა? ბიჭო, პედოფილი გამოუშვა, პედოფილები შეიწყალა. და ბრიტანელებს საღლებს აგლეჯინებს ბრიტანელებსო არაბები და ინდოელები გადაარჩინოს. ეგ არის დიპსტეიტის მიერ შემოგზავნილი აგენტი, რომელიც ემსახურება ბრიტანეთის განადგურებას. ისაც რასაც საქართველოს შალიჩობენ ახლა. კაი, შენი მოკლე იმით რომ შეჯამება მითხრა, რამხელა შანსი აქვს ტეიტს გახდეს UK-ის პრემიერი? ამ კონკრეტულ დღეს რო ვთქვა, არ არის რეალისტური, თუმცა პოტენციალს რო დავაკვირდეთ. ეს ადამიანი იყო ყველაზე დაგუგულადი ადამიანი სოფლიოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადრე. ხო და მარკეტინგში იმდენად ძლიერია, $20 მილიონი გადაიხადა, უცებ იმასაც ვიტყვი, University.com-ში გადაიხადა $20 მილიონი უბრალოდ დომეინში, საიტის მისამართში. ხო. და რამდენი ადამიანი არის დარეგისტრირებული მაგის ონლაინ უნივერსიტეტში, ეს ერთი. მეორე ლაქშერი ცხოვრება ქონდა, უამრავი 30-ზე მეტი სუპერკარი ყავს და ანუ მაგას ხო თქვა, მიმართოში ხო თქვა რომ I'm extremely rich მიმართოში. კი და უკვე ხა მაგის ხუსტურები არის რომ მართლა რაღაცეთ შეცვალოსო, ანუ მე ბრიტანელი რო ვიყო, ვიფიქრებდი რომ კორუმპირებული რო გახდეს, ამის ძალიან მცირე შანსი იქნებოდა რა. და ეს არის რუმინეთში მაფიასთან ახლა ისეთი გამოცდილება აქვს, მაგას ძალიან კარგად იცის ელიტებთან დაპირისპირებას რა გამოწვევების წინაშე აყენებს თავის ცხოვრებას რეალურად. რომ შეიძლება დაბრუნდეს ევროპაში არსებული მაფია რეალურად ბრიტანეთში ლეგალურ მაფიასთან შედარებით საბავშვო ბაღია, მაგრამ ტეიტი მე ვფიქრობ, ტეიტს აქვს პოტენციალი ასევე რომ იმელიტებთანაც დაალაგოს და ამ დაალაგებასთან ერთად აუცილებელია ასევე რომ ვინც კი ოპოზიციაშია, ყველანი გაერთიანონ. ილონ მასკის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამის რესურსით პოტენციალს არსებობს რომ დაუჭიროს. თავია აჩვენოს ამან რომ იქნება საკმაოდ სწორხაზოვანი, მკაცრი და ძლიერი მკვეთრი ლიდერი, რაც ფარაჯი არ არის. და ფარაჯზე მასკმა თვითონ თქვა რომ არ არის ეს ლიდერი, უკეთ ლიდერი ჭირდება. და მე ტეიტს დაუჭირა, ირიბა ტეიტს დაუჭირა მაინც იმან მასკმა ხარი და ტეიტის პოსტი გააზიარა იქ. არ გამოვიწყდა. არ გამო ტომი რობინსონს ცოტა უფრო მეტად პასანია ვიდრე ტეიტი. ტომი რობინსონი კარგად მოკრძალებული ხულიგანია, რომელიც პოლიტიკას ვერ ვანდობდი უბრალოდ რა. ტომი რობინსონი უნდა ყავდეს როგორც აქტივისტი. მაგრამ პოლიტიკაში ნაკლებად. და ტეიტს აქვს ვიზუალიც აქვს, body language-იც, habitus-ის, საუბრის მანერას და ფლექსაუბაც ისეთი რომ პოლიტიკას მოუხდება რა. ხა როგორია ტრეფიკინგის ბრალდება დაზდეს და გაუპატიურებს იმასაც ვთქვი, მოვასწრებ. რომ ვერ დაუმტკიცეს კი ერთი გოგოს ვერ იპოვეს, ვინც ზეწოლის მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლები იყო მის გერლფრენდებზე, ესე რომ ვთქვათ. ხო. ვერცერთი ვერ იპოვეს, ვინც რამე სულს იტყო და ტეიტზე მით უმეტეს ფინანსური მხარდაჭერაც შესთავაზეს იქ კომპენსაციის სახით. და გასაოცარია, ხა თუ ჩვენ სისუფთავეზე ადამიანს ვლაპარაკობთ, ვის აღარ უპოვეს, რა ჯონი დეპს რა, ჯონ დეპი რა დღეს ჩააგდეს, მართლა პატიოსანი ადამიანი ისა, მაგრამ ტეიტს ერთიც ვერ უპოვეს ეგეთი რაიმე ისეთი რაც გააფუჭებდა მის რეპუტაციას და მაკრონის ხო არის თეორია რომ მაკრონის მეუღლე არის ტრანსგენდერი და ერთი საფრანგეთში ამას სერიოზულად იკვლევდა ერთი ჟურნალისტი და ისიც სწორედ ტრეფიკინგის და პედოფილის ბრალდების დაკავება რა დიპსტეიტი აშავებს ხალხს აღარ კლავენ კი ანუ აღარ კლავენ ხალხნო ანუ მოკოლა უკვე მოძველ და პირდაპირ გაშავებენ რა კაი ეს იყო რა ჩვენი ისა რა და საბოლოო ორი სიტყვა ყველაფერი იქნება კარგად აქ არის ბიზნა ამერიკაში არის ტრამპი და ბრიტანეთშიც გამოსწორდება სიტუაცია და გერმანიაში ალის ვეიდელის ინტერვიუ ნახე ღიად ლესბოსელი ადამიანია მაგრამ LGBT პროპაგანდას გმობსდეგი ხო კი ძალიან ძალიან რეფორმებზე ისაუბრეს იგი მასკთან უყურემის ჩართვას და ძალიან თუ გერმანიაშიც ისინი მოვიდნენ მე ვფიქრობ ევროპა გახდება დიდებული ისევ და ასეთი ევროპის ნაწილი გახდება საქართველო. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა.
რავი, მე საბოლოო შეჯამებას იმას გავაკეთებდი, რომ ტეიტს აქვს ძალიან დიდი შანსები. ბრიტანეთისთვის უკეთესი იქნება თუ შეცვლიან პრემიერს, რადგანაც ამჟამინდელი პრემიერი არის ჩვეულებრივი პედოფილი და პედოფილების ხელშემწყობი ადამიანი, რომელმაც ციხიდან გამოუშვა ის ადამიანი, რომელიც ბრალდებული იყო ამ ყველაფერში. ამჟამინდელი ბრიტანეთის პრემიერი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეთნიკურად ინგლისელებს, რიოტებს ძაღლებით გლეჯდნენ შუა ინგლისში, ისე რომ არანაირი სინდისის ქენჩინას არ განიცდიდნენ. მე მეწოდება დიდი ბრიტანეთი, რადგანაც დიდმა ბრიტანეთმა აჩუქა მსოფლიოს ფილოსოფია, აჩუქა მსოფლიოს კულტურა, აჩუქა მსოფლიოს კინო, ხელოვნება და ძალიან ბევრი მაგარი რამ მარტივი ერთი არგუმენტითაც წდება ეს ყველაფერი, რომ ინგლისური არის საერთაშორისო ენა. სწორედაც Deep State ჩალიჩობს ამერიკიდან, რომ ბრიტანეთი აქციოს აფრიკულ კოლონიად იმისათვის, რომ მასკულანიზმი ადამიანებში ჩაკლან წინააღმდეგობის სურვილი, ჩაკლან ქრისტიანობა და საბოლოო ჯამში მიიღონ ისეთი შიგევროპელები, რომლის რელიგიური კონტროლი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე დღევანდელ ამჟამინდელ რეალობაში. რავი, რაც მეკრობთ ამასთან დაკავშირებით დაწერეთ აბლა კომენტარებში. ბედნიერი დღე და მომავალ შეხვედრამდე.